წყლის პრობლემა კატასტროფულია, ძალიან ბევრი უწყლობით იტანჯება და მაშინ, როდესაც ასეთი შედეგები გვაქვს, რთული აუხსნა ადამიანებს, რატომ არა აქვთ მათ წყალი. კიდევ უფრო მეტი თანხები უნდა ჩავდოთ ამ მიმართულებით ბიუჯეტში. Deputati Bejan Tsakadze ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართავს. Თავის გამოსვლაში ქვეყნის პარლამენტის წევრი რეგიონებთან მიმართებაში პროპორციების დაცვას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, გადამუშავებულ ბიუჯეტში ეს საკითხი შეტანილი იქნება. მე მინდა რომ იქ იქნას გათვალისწინებულ და გარკვეულწილად ის პროპორცია დავიცვათ რეგიონებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყოველწლიურად იცით რომ საბიუჯეტო სახსრების და ხელფასების და არის 10%. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება წლების განმავლობაში, ფაქტიურად ჩვენ გვიფუჭდება იმის გამო ვერ ვახერხებთ მიმომსახურებას სათანადოდ. ეს იქნება პარკები, სკვერები, განათებები, გზები, იმიტომ რომ მას თავისი დამატებითი ინფრასტრუქტურა ჭირდება, როგორც არის ნაგვისურნები, მანქანების გადაადგილება, პარკი, რომელიც რაიონებში არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ვერ ახერხებს რაიონები, რომ შეავსოს ის ნორმალური და თანამედროვე ტექნიკით. მე როგორც დავთვალე საშუალო დაახლოებით იმ ბიუჯეტი, რასაც იღებდნენ წინა წელთან შედარებით 20-25% არის გასაზრდელი. ამიტომ ეს პარამეტრებზე უნდა დავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, გავიანგარიშოთ და რეგიონებს თუ ეს თანხები ჩვენ არ მივეცით, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება და გაგვიფუჭდება ის ინფრასტრუქტურა, ის სკვერები, ის პარკები, ის გზები და მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება. და მეორე მთავარი მიმართულება, რაც ეხლა ამ არჩევნებმა გამოავლინა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ეს არის წყლის პრობლემა. კატასტროფული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, მე თქვენ იტყვით ალბათ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვსდით ამ მიმართულებით დაფინანსება და ძალიან მაღალი პროცენტი ვსდით. მაგრამ გიორგი, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი უწყლობით იტანჯება ადამიანები და ჩვენ დღეს, როდესაც ასეთი შედეგები გვაქვს, ვერ აუხსნეს, რთული აუხსნა ადამიანებს, რომ რატო არ აქვს მაგ წყალი. თუმცა მე მესმის, რომ ამას ძალიან დიდი თანხები ჭირდება. კიდევ უფრო მეტი უნდა ჩავდოთ ამაში, რამე თუ რაღაცნაირად ისევ როგორც გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გადავდეხეთ, ასევე გადასადეხია ეს მიმართულება. ეს არის ძალიან სერიოზული თემა და მე თხოვნა მაქვს, რომ ამ ბიუჯეტში ეს გარკვეულწილად იქნას გათვალისწინებული და რაც შეიძლება მაქსიმალური გავაკეთოთ. წყალთან დაკავშირებით თქვენ წინაშე უკვე დღეს ბიუროზე განიხილება და ახლობით $200 მილიონი ახალი სესხი გაკეთა, რომელიც უშუალოდ სოფლის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე იქნება და მომდევნო წელს დაიწყება ეს პროცესი. მესმის, რომ ყველას გვინდა რომ მალე დასრულდეს ეს პროექტები, თუმცა არ მხოლოდ ფულის კუთხით, არამედ ტექნიკურადაც საკმაოდ რთული სამუშაოებია და ფული რაც უნდა ჩავდოთ 1 წლის განმავლობაში და 2 წლის განმავლობაში ეს ვერ მოხდება. დაახლოებით 4-5 წლიანი პერიოდი იქნება საჭირო, რომ ყველგან ტექნიკურადაც შეუძლებელია წყალი გაკეთდეს, თუმცა სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია და მოსახლეობის რაოდენობა არის, უკვე ჩვენ მომდევნო წლიდან სოფლების დონეზე შევდივართ და ამისთვის ახალი სესხის ხელშეკრულება დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება და იმედი მაქვს, რომ რატიფიცირებაც მალე მოხდება და შესაძლებელი იქნება მომდევნო წლიდან უკვე ეს სამუშაოები დაიწყოს. ზოგადად ის რომ რეგიონებს მეტი რესურსი ჭირდებათ, ამაში გეთანხმებით, თუმცა 20-25% და ეს ნიშნავს, რომ რაღაც სახელმწიფო ბიუჯეტში რაღაც უნდა მოვაკლებთ. სხვანაირად ეკონომიკა რაც იზრდება, იმაზე მეტად ცალკე რეგიონების თემა ვერ გაიზრდება. რაღაცას მოვაკლებთ აქეთ, მაგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იქით მეტი რესურსის გაშვება და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვიმუშაოთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ივრის ჭალებში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამსახურები ერთობლივად ახორციელებდნენ. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია 20-ვე ადამიანის ცხედარი. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი თურქეთში ჩატანილია. ცნობისთვის 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბორტის 20 ეკიპაჟის წევრის ცხედარი ნანახია გუშინ 19 ცხედარი გადასვენებული იქნა პროექტურაში და ახლობით ნახევარი საათის წინ ნანახი იქნა მე-20 ცხედარი, სადაც ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი ქართული მხრიდან, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გადაუხადო მადლობა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და ასევე თურქულ მხარებს, რომლებიც ახლაც აქტიურად არიან სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გამოვხატო თურქეთის შეიარაღებული ძალების მიმართ და ასევე თურქი ხალხის მიმართ. ჩვენ პირველივე წუთებიდანვე გქონდა თურქულ მხარესთან კოორდინაცია, უკვე მეორე დღეა. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ყველა დიდი ნაწილი თვითმფრინავის არის ნაპოვნი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი და შესაბამისად ამ ეტაპისთვის ჩვენ ვარ დაკონცენტრირებული ისეთი ნაწილების მოძებნაზე, რომელიც უფრო პატარა ზომის არის. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო და ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამდენიმე ასეული თავდაცვის ძალის წარმომადგენელი და შესაბამისი ტექნიკა იყო ადგილზე მობილიზებული პირველივე წუთებში და კოორდინირებული მოქმედებებით ჩვენ შევძველით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა სამძებრო სამუშაოებში. რა თქმა უნდა, პროცედურები, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული, კვლავაც გაგრძელდება. არის კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ჩასატარებელია. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის ცნობილია, აქ იმყოფებიან თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც კომპეტენციასაც წარმოადგენს ასეთი საკითხების გამოძიება. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვაგრძელებთ და შემდგომში შეიკრიბება ერთობლიობა გარემოებების, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დასკვნები გავაკეთოთ. ცნობილი ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის ერმალო მაღრაძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. მისი შემოქმედება სახე და ხმა თაობებს ყოველთვის ემახსოვრება. არაერთ ფილმში, რომლის სიუჟეტსა და რეჟისურაზე ფაქტიურად მარტო მუშაობდა და ყველა სცენას ერთი კამერით იღებდა, ხშირად როლსაც ირგებდა, სადაც ყოველთვის ბუნებრივი და გულწრფელი იყო. მაშინის იმ სამყაროში ცხოვრობდა, რომელსაც თავად ქმნიდა. ერმალო მაღრაძე COVID-19-თან დაკავშირებული გართულებებით 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ კი რეჟისორად. 1992 წელს დააარსა კინოფირმა ერმალო ფილმი. გადაღებულია რამდენიმე კინოსურათში, არის საკუთარი ფილმების ავტორიც. აღსანიშნავია გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, თეა, შვეციის პრინცი იმერეთიდან და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ტელეკომპანია არგოს თანამშრომელი იყო. ჰქონდა საავტორო გადაცემა სინემა კლუბი ერმალო მაღრაძესთან ერთად. არგოს ხელმძღვანელი ზურაბ ლომთაძე მას სახალხო რეჟისორს უწოდებდა. 15-16 ნოემბერს სოფია ხმლით მოფარიკავე კადეტებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოდან მედლის მოპოვებას 7 სპორტსმენი შეეცდება, მათ შორის 3 გოგონაა. მონაწილეთა შორის ზესტაფონის ფარიკაობის სკოლის მოსწავლე თამარ კვენიკაძეცაა. თამარი როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ორთაბრძოლებში იფარიკავებს. ის როგორც ფარიკაობის სექციის ხელმძღვანელი სპექტრთან სატელეფონო კომუნიკაციაში ამბობს, უკვე ნაკრებთან ერთად იმყოფება. შესარჩევი ტურნირი ევროპის ტურნირი არის კადეტთა შორის. სადაც მონაწილეობას იღებს ჩვენი სკოლის ასპარეზელი თამარ კვენიკაძე. ეს ციკლი არის ევროპის თასის. მედალით საკმაოდ კარგი შედეგებს ამღოთ. როგორ გამოვლია 5 არის გუნდური შეჯიბრება, 16 არის პირადი. დაახლოებით მათ მაინც მეიღებს ერთი 80 გოგონა მონაწილეობა. პროგნოზებული არის, რომ სასურველი შედეგი აჩვენოს.